მოგესალმებით მეგობრებო. მეცნიერები განუწყვეტლივ ატარებენ კვლევებს არსებებზე, ცდილობენ გამოიკვლიონ და მიიღონ მეტი ინფორმაცია. ხოლო ზოგ დაავადების შემთხვევაში უყვანენ მანათობელ ცილებს, რის შედეგადაც არსება ულტრაიისფერ სინათლეზე ნათების უნარს იძენს. დღეს კი მინდა გესაუბროთ ამ საინტერესო თემაზე და მოგიყვებით 5 მანათობელი არსების შესახებ. ნომერი 5. რეზუსის მაკაკას მაიმუნი. ეს პატარა საყვარელი არსება მწვანე მანათობელი ცილების მეშვეობით ანათებს. იმ ცილებით, რომელიც კვერცხუჯრედის დნმ-ში შეუყვანეს ვირუსის მეშვეობით. ატლანტაში მდებარე იერსკის პრიმატების კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ჰანტინგტონის დაავადების შესასწავლად საჭირო იყო მწვანე მანათობელი ცილების გამოყენება. ხოლო შედეგად ეს პატარა რეზუსის მაკაკას მაიმუნი ულტრაიისფერ სინათლეზე მწვანედ ანათებს. ნომერი 4. ღორი. ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამ ღორს ემბრიონს დამატებული მწვანე მანათობელი ცილები შეუყვანეს. ჩვეულებრივ სინათლეზე ისინი მოყვითალო ფერს იღებენ, ულტრაიისფერზე მწვანეს. მართალია მსგავსი ექსპერიმენტები ადრეც ჩატარებულა, თუმცა ტაივანდელთაც და ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ გზით შეძლებენ გამოიკვლიონ ღორებში ღეროვანი უჯრედების განვითარება, რომლებიც გენეტიკურად ძალიან ჰგავს ადამიანისას. ნომერი 3. თაგვები. ეს პატარა არსებები მწვანე მანათობელი ცილებით ანათებენ, რომელიც მამის დნმ-ისგან მიიღეს. მამას კი ფლუორესცენციული უჯრედები ჰქონდა გადანერგილი. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, თუ როგორ უნდა მოუარონ და გამოზარდონ მანათობელი უჯრედები გენეტიკურად მოდიფიცირებული ფლუორესცენციული თაგვისგან. ეს უჯრედები უნაყოფო თაგვის სხეულში გადაიტანეს, რომელშიც შემდგომში სურათზე ნაჩვენები 3 ნაშიერის მამა გახდა. მისი შთამომავლობა ულტრაიისფერ სხივებზე მწვანე ფერს იღებს, რაც მეცნიერთა წარმატებაზე მიუთითებს გენეტიკური ინჟინერიის საქმეში. ნომერი 2. იმპერატორი მორიელი. ეს არსება ანათებს ბეტა-კარბოლინით, რომელიც ბუნებრივად აქვს. მოზრდილი მორიელები ბუნებრივად ანათებენ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ. მისი ფერებია მწვანე, ყვითელი ან ლურჯი. პირველად ეს მოვლენა მეცნიერებმა 1954 წელს აღწერეს და ამის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ეგრეთ წოდებული მორიელის ამომცნობის გაკეთება. ანუ ულტრაიისფერი სინათლის გამომყოფი ნათურის დაყენება ღია სივრცეში და დაბანაკება ნაკლებად სახიფათო გახდა, სადაც მორიელები აქტიურად ბინადრობდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა ამ არსებების შესწავლა მათი დაჭერის გარეშე. 1972 წელს აღწერეს მორიელები, რომლებიც ხეზე 2.5 მეტრ სიმაღლეზე ძვებოდნენ. 2001 წელს მარშალის უნივერსიტეტის გაზეთში წამოყენებული იყო ვერსია, რომ ნათების უნარი გამოუმუშავდებათ როგორც მზის სხივების დაბლოკვის შესაძლებლობა. ეს აღმოჩენები ბოლომდე სიმშვიდის საშუალებას მაინც არ იძლევა. პატარა მორიელი არ ანათებს, რადგან ფლუორესცენციის უნარი გვიან პერიოდში უყალიბდება. ნომერი 1. ბაქტერია. ბაქტერიები მრავალფერადი მანათობელი ცილებით ანათებენ, რომელსაც დნმ-ში შეიყვანენ. მწვანე მანათობელი ცილის აღმოჩენისთვის 2008 წელს ნობელის პრიზი მიიღო მეცნიერთა ჯგუფმა, ოსამუ შიმომურამ, მარტინ ჩალფიმ და როჯერ ციანმა. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით თავისი ახალი უჩვეულო ქმნილება წარმოადგინა. ხელოვნების ნიმუში, რომელიც მანათობელი ბაქტერიებითაა შექმნილი. ციანმა გენეტიკური ინჟინერიის მეთოდით შეცვალა მწვანე მანათობელი ცილები და მისცა მათ ცისფრად, ლურჯად და ყვითლად ნათების უნარი. უფრო მეტი ფერი აღმოაჩინა ფლუორესცენციული მარჯანში, რამაც ექსპერიმენტებში დახმარება გაუწია მეცნიერს. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვთ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.